გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ ვიმეორებთ კუთვნილებით ნაცვალ სახელებს ნომინატივსა და აკუზატივში. ანუ დღეს ჩვენ ვიმეორებთ ნომინატივსა და აკუზატივში, როგორ არის ჩემი, შენი, მისი და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოდით გავიხსენოთ კუთვნილებითი ნაცვალ სახელები ნომინატივში, ანუ სახელობით ბრუნვაში. ნახეთ, ჩემი როგორ არის, ანუ შენი, მისი და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩემი გერმანულად არის mein, meine. Mein, meine. შენი dein, deine. Dein, deine. მისი მამრობითი სქესი sein, seine. Sein, seine. მისი მდედრობითი სქესი ihr, ihre. Ihr, ihre. ჩვენი unser, unsere. Unser, unsere. თქვენი მრავლობითში euer, eure. Euer, eure. მათი ihr, ihre. Ihr, ihre. და გვაქვს ბოლო თავაზიანი თქვენი, ესეც არის ihr, ihre. Ihr, ihre. ახლა აქ კიდევ რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რომელ არსებით სახელებთან გამოიყენება mein, dein, sein, ihr და ასე შემდეგ და რომლებთან meine, deine, seine და ასე შემდეგ. ნახეთ, პირველი ჯგუფი, ანუ mein, dein, sein, ihr, unser, euer, ihr, ihr. აი ეს ჯგუფი გამოიყენება მამრობითი და საშუალო სქესის არსებით სახელებთან. მაგალითად, აი მაგალითებიც გვაქვს. ავიღოთ, მოდით, der Freund. Der Freund, მეგობარი, რომელი სქესია? მამრობითი სქესია. წინ აქვს der არტიკლი. მამრობითი სქესის არტიკლია და ესე იგი Freund არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი. ახლა ჩემი მეგობარი იქნება mein Freund. შენი მეგობარი dein Freund. მისი მეგობარი sein Freund an ihr Freund. ახლა ავიღოთ ასევე საშუალო სქესის არსებითი სახელი, მაგალითად das Auto, მანქანა, რომელიც არის საშუალო სქესი, ხო? Das Auto. ჩემი მანქანა იქნება mein Auto. შენი მანქანა dein Auto. მისი მანქანა sein Auto an ihr Auto. ჩვენი მანქანა unser Auto და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ანუ meine, deine, seine, ihre, unsere, eure, ihre და ihre. ეს ჯგუფი გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში. მაგალითად, აი აქაც გვაქვს მაგალითები, გვაქვს die Tasche. Die Tasche არის ჩანთა, რომელიც არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, die Tasche. ჩემი ჩანთა იქნება meine Tasche. შენი ჩანთა deine Tasche. მისი ჩანთა seine Tasche an ihre Tasche და ასე შემდეგ. ან მრავლობითში რა გვაქვს აქ? გვაქვს die Schuhe. Die Schuhe. ფეხსაცმელები. ამ შემთხვევაში ეს არსებითი სახელი არის მრავლობითში. ჩემი ფეხსაცმელები იქნება meine Schuhe. შენი ფეხსაცმელები deine Schuhe. მისი ფეხსაცმელები seine Schuhe an ihre Schuhe. ჩვენი ფეხსაცმელები unsere Schuhe და ასე შემდეგ. ესე იგი მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, რომ mein, dein, sein, ანუ რომლებსაც ბოლოში არ აქვთ, ეს ჯგუფი გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან. და როდესაც უკვე კუთვნილებით ნაცვალ სახელს ემატება ანუ გახდება meine, deine, seine და ასე შემდეგ, ეს უკვე
ესენი უკვე გამოიყენება მდედრობითი სქესარსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში. ეს იყო ნომინატივში. კუთვნილებითი ნაცვალსახელები ნომინატივში. ახლა გადავდივართ აკუზატივზე და მოდით ვისწავლოთ კუთვნილებითი ნაცვალსახელები აკუზატივში. ესე იგი, დავიწყოთ პირველ რიგში მამრობითი სქესარსებით სახელებთან როგორ გამოიყენება. ნახეთ, მამრობითი სქესარსებით სახელებთან გამოიყენება ეს ფორმა, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ჩემი meinen, შენი deinen, მისი seinen an ihren, ჩვენი unseren, თქვენი euren, მათი ihren და თავაზიანი ფორმა. თქვენი ესეც ihren. როგორც ხედავთ, ყველა მთავრდება n-ზე. meinen, deinen, seinen. თუ გახსოვთ, წინა გაკვეთაზე ჩვენ როდესაც ვისწავლეთ არტიკლები აკუზატივში, მამრობით სქესარტიკლი იყო den. n-ზე ხომ მთავრდება? აქაც კუთვნილებითი ნაცვალსახელების მთავრდება n-ზე. ეს ფორმა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის არსებით სახელებთან აკუზატივში. მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის არსებით სახელებთან. რაც შეეხება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან, ზუსტად ის ფორმა გამოიყენება, რაც იყო ნომინატივში. ანუ, წეგან როგორ ვისწავლეთ ჩვენ? meine, ჩემი ხო? deine, seine, ihre, unsere, eure, ihre. აი, იგივე ფორმა ხო? ნომინატივშიც ხომ ეს ფორმა ვისწავლეთ, რომ ეს ფორმა გამოიყენება მდედრობით სქესარსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში გამოიყენებაო. აქაც აკუზატივშიც ზუსტად აი ეს ფორმა გამოიყენება მდედრობით სქესარსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში და რაც შეეხება საშუალო სქესარსებით სახელებთან, აქაც ზუსტად ის ფორმა გამოიყენება, რაც იყო ნომინატივში. ანუ mein, dein, sein, ihr, unser, euer, ihr და თავაზიანი ihr. მხოლოდ და მხოლოდ ის ფორმა იცვლება, ის კუთვნილებითი ნაცვალსახელები იცვლება, რომელიც გამოიყენება მამრობით სქესის არსებით სახელებთან. მაგალითად, აი, აქ მაგალითი გვაქვს ახლა ჩვენ, აქ გვაქვს der Führerschein. Der Führerschein არის მართვის მოწმობა. ჩემი მართვის მოწმობა არის mein Führerschein, ხომ? ნომინატივში იქნება mein Führerschein, მაგრამ აკუზატივში ეს იქნება meinen Führerschein. ამ შემთხვევაში უკვე ეს არის აკუზატივში. მაგალითად, აი ასეთი მაგალითი გვაქვს. Ich habe meinen Führerschein dabei. ანუ მე ჩემი მართვის მოწმობა თან მაქვს. Ich habe meinen Führerschein dabei. ამ შემთხვევაში meinen Führerschein არის წინადების პირდაპირი ობიექტი და არის აკუზატივში.